მე მინდა გადავხადო უღრმესი მადლობა იმ ადამიანსა და ხალხს, რომელმაც შექმნა მუცდარებეჭდილი მუზეები, იმიტომ რომ ამ პლატფორმის გარეშე ალბათ ვერ დავუცილდი, ვერ შევასრულებდი ჩემს სამაგისტრო ნაშრომს ქართულად, ენათა მეცნიერების შესახებ რა. და სხვადასხვა დღეს ახალი რამე შევისწავლე. აი ეს მე მეგონა რომ სიტყვა გამარჯობა თ არასდროს იქნებოდა და ის აქ დავწერე და აბა ვნახოთ როგორც ჩანს ისტორია გრამატიკულად ეს ფორმაც გამარჯობა და ასევე თ-სთან ერთად გამარჯობა თ აქამდე მეგონა რომ სიტყვა ფორმა გამარჯობა თ-სთან ერთად რა არასდროს ფორმაა და ამიტომ აქამდე არ ვიყენებდი. მაგრამ როგორც ჩანს ნახეთ რომ ვკითხეთ მუცდარებეჭდილი მუზეების სენსეის როგორც ჩანს ისტორია რა და კიდე მეთქი დავინტერესდი და კიდე დავაგუგურე. და კიდე საინტერესო ის არის აი ეტალონი ამ საიტზეც იძლევა ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ორივე ფორმა სწორია როგორც გამარჯობა ასევე გამარჯობა თ და ბოლოს აქ იძლევა აი გამარჯობათ ამ ფორმას შეხვდებით ქართული მოწერილების ლიტერატურაშიც მაგალითად ვაჟა-ფშაველას და ასევე გიორგი ლეონიძის ნამუშევრებებშიც. მე მეგონა რომ ქართული ენა ვიცოდი, მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ არ ვიცი.